ლუკა მუდეში რესტორანი ხო არ გავხსნათ მე ერთად დიდი ხნეუნებით აი მწვანილების პროფესიონალურად დაჭრა თუ ვისწავლე მე მაგაზეც ვიფიქრებ ბატონო კარაკი ვივუქენე კარაკი კამადენიორი და ეხლა მოდი აი ეს соуსი მოვამზადოთ მე და შენ მარიამ ერთი წამი ამისთვის გვინდა ცედრა ლიმონის და მიდი მდოგვი მომიტანე შენ იქიდან მარი იცი რა მინდა ეხლა ძეც მომიტანე ახლა სტაფილო და ყაბაყი დაჭერე. ხლად დაჭერე. სტაფილო და ყაბაყი დაჭერე. არა, ეხლა რა მინდა? პურის ნაჭერებს მოაწერეთ დაჭერით. დაი ეგ გავაკეთეთ. გაიგედეს მაცხა. მაგას მე დავბრაწავთ თესთან ერთად. თევზი დაჭერეთ სასურველ ზომაზე. თევზი ვაკეთებთ საქმეს და ეხლა დავჭრით რა შენ არ გინდა სტაფილო? ლუკა ეხლა მე რას ვიზა ვიცი? აი ეს ბულიონის კუბიკი რო გახსენ დღვინოში იმას ავადუღებ და გავამზადებ თევზისთვის. კარგი? აჰა. ეხლა მოდი პურიც მოვამზადებ და რა იყო ყველაფერი დაჭერი? აჰა. შერატო არა გაქვს ლუკა თოვანების სახე. იმიტომ რომ თევზს არ ვეტანები მე. ნაკლებად მიყვარს. რომ მოგეწონოს უცებ მე სანდვიჩი ხარ. აი. ეხლა მე თუ თევზი გავსინჯე ის იქნება მხოლოდ თქვენი ხათრით რა. მაგას გეუნდა და თუ მოგეწონა მე. მომეწონა თევზი როგორ მე და მამა ისედაც დავდივართ სათევზაოში ნუ დარდებ მაგაზე მარი, შენ მე მგონი ცალკე კერც ამზადებ აქ რაღაცას, ხო? მწვანილის სალათა. მოდი. მოზელილი მწვანილის სალათა. და შევიტანოთ რეცეპტების წიგნში. ყაბაყი მოიცა. კაი, ლუკა. აი ეს მე. მადლობთ დედა. მამა შეუნახე, თორე გული დაწყდება. თევზიც გამზადდა და მოგიაბავნა. კაი, ახლა ეგ რა, ნუ მიიწმე თუ არ ნუ შეჭამ დიდი სიამოვნები. მამას არ გავასინჯოთ? ნეტა რა გამოვიდა, ხა? მამას გავასინჯოთ. თევზი შეიძლება რომ არ გიყვარდეს. თუ გიყვარს? კი. ჩემთან დაგვიყარ სათევზო. თუ დავიხარ, აბა თევზი, აბა რატო თქოსო? იმიტომ რომ ხალხს ვასიამოვნო. მიიწევ გიმრიელა, მე გამაგრით. Wash his hands, seal his face. Nice to meet you. Hope you guess my name. Oh yeah. But what wasn't you? It's just a კარგია? ერთი წუთი? კაი გამოჩნდა.